როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ კლასიკურად ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. რაღაცა ფოკუსი ვერ იჭერს თუ მეჩვენება. და რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და რა თქმა უნდა, ეს თქვენზეა დამოკიდებული. ნახოთ, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს? ფიქრი. ხლების მეფი ფიქრებში. ნახოთ, როგორ ფიქრი ადამიანია. ფიქრია ქვია, ფიქრია მოვიდა. მოკლედ, ფიქრი აქვს თქვენზე ზღუდავს ყველანაირ ეჭვიანობას, ანუ ეჭვიანობს ეს ადამიანი და ამაზე ეფიქრება რა ხდება, როგორ ხდება, რაღაცებს ატრიალებს თან საკუთარ თავში ამ ყველაფერს ზღუდავს. თითქოს რა არის, გაურებული მდგომარეობა აქვს, თან კარგად გრძნობს თავს და თან უნდა რომ თავი კარგად იგრძნოს, მაგრამ აი შენზე ფიქრები ძალიან აწუხებს ამ ადამიანს, თუმცა არ იმჩნევს საერთოდ. ეს არის ადამიანი, შეიძლება რომელსაც დღესდღეობით არანაირი მოქმედება ისეთი არ ქონდეს, ან ცოტა როგორია იცი, სიტყვა ძუნწიროა და მოქმედება ძუნწიროა ურთიერთობაში, ზუსტად ისეთი ადამიანია, მაგრამ არ იმჩნევს ეს ყველაფერი, არის მასში დალექილს ვერ ვიტყვი, ეს ყველაფერი არის მასში, უბრალოდ არ არის გამოხატული და არ აქვს ამის სურვილი, რომ გამოამჟღავნოს და გააჟღეროს მისი ფიქრები, მაგრამ ყველაფერში გიყურებს, ყველაფერს აკვირდება, ეჭვიანობს, მაგრამ რა ვიცი, გულხელ დაკრეფილი ზის ეს პიროვნება და რაღაცნაირად მაინც ძალიან დიდი სიგრილე და სკვაზნიაკი მოდის. რას გრძნობს? ნახოთ, გრძნობა როგორია, გრძნობა დაკეტილია რა, გასაიდუმლოებულია ეს გრძნობა. გრძნობა არის შენი მნიშვნელობის შეგრძნება, მაგრამ ესეც არ არის რაღაცა სიტყვებით მოქარგული რო არის, ხო იცი, აი რაღაცა მიყვარხარ ის ეს რო იციან ხოლმე. არა, არანაირად, ძალიან მოკრძალებული, შენ ხარ მის გულში, შენი წომაში ძალიან დიდი ინტერესი, თუმცა მე აქვე გეტყვი მაგის მოქმედებას, ეს ადამიანის შანსები როგორც გამაზა, ასევე გამაზავს და თუ რამე ცვლილებები გინდათ ეს ადამიანი ჯერ არანაირ ცვლილებებს არ შეიტანს, მაგრამ ზის და ფიქრობს, რომ რაღაცნაირად უშენოდ ვერ ვარ, ძალიან მაღელვებ, მაგრამ ისიც არ მაქვს გადაწყვეტილი და არ მინდა პლუს გადაწყვეტო რომ მე მივიღო რაღაცა ზომები და სხვანაირად წავიყვანო ურთიერთობა. სხვანაირში გულისხმობ რა თქმა უნდა, როცა ადამიანი პირდაპირია, შენ ახლა შენთვის თუ რაღაცას ფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა გააჟღერო და რაღაცა სპეციალურ მოქმედებებზე უნდა გადახვიდე, ხო და ამას არ უნდა ის მოქმედება. ამიტომ გრძნობებში ასეთი ამბებია. ნახოთ მაინც მოქმედება ვნახოთ, როგორი მოქმედება ექნება მას. საერთოდ ადამიანი არის ფიქრი. ფიქრი და გრძნობა. აქედან გამომდინარე, მე უფრო კარგად ვხვდები მოქმედებას, ვიდრე პირდაპირ ვთქვა, რომ რას მოიმოქმედებს. რა თქმა უნდა, ამასაც ვხვდები, მაგრამ ეტყობა თავში. მოქმედება, როგორი გექნება მოქმედება? მოქმედებამ ცოტა გამაოცა, მაგრამ შუაგზაში არ გამაოცა. ნუ მოკლედ, გამაოცებელი ის იქნება, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი გადმოდგამს ნაბიჯებს, ეს იქნება ძალიან ემოციური, მას რო არ შეეფერება და ესეც შეამჩნევს, რომ აი ფარულად მინიშნებებით, ან ზოგი შეიძლება პირდაპირ გეტყვის იმას, რომ ძალიან უნდა შენთან ურთიერთობა, რომ გრძნობა აქვს შენს მიმართ და ამას ბოლომდე ხას არ გაუსმევს, მაგრამ შენ ამას იგრძნობ და მერე გაჩერდება. ესე იგი ამას ახასიათებს, ანუ თუ ერთი ნაბიჯი წინ მოდის და 2-3 ნაბიჯით უკან იხევს და აქ ძალიან დიდი პაუზები და გაჩერებები, ზუსტად ამაზეა თქვა. მერე ისევ გაჩერდება. მერე ისე აქვს რაღაცა ავტომატიკა რო არის, ავტორეჟიმზე აქვს რაღაცა ჩართული ის, რომ მე რაღაცები გავაკეთე და მე უნდა გავჩერდე. აი ეს არის მისი მოქმედება. ანუ ამას ასე აპირებს. რეალურად ამას ასე აპირებს. რაიმე ცვლილებები, აი რომ თქვა რომ რაიმე ცვლილებები რომ ვთქვა, რომ რამე სიზამთო ჯერჯერობით არა. ესე იგი, მისთვის მთავარი არის აკონტროლოს სიტუაცია, სიტუაციის გაკონტროლებაში რა თქმა უნდა, გულისხმობ იმას, რომ არ მოგცეს იმის საშუალება, რომ მისი გონებიდან გაფრინდეს. არა, შენი გონებიდან
არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ შენი გონებიდან თვითონ გაფრინდეს, ანუ რომ წავიდეს, რომ მაგალითად ღმერთმა ნუქნას და რომ შენ მასე არ იფიქრო. და მზეც გამოვიდა მოღრუბლული იყო, ესე იგი გამოანათებს და ყველაფერი იქნება კარგად და იდეალურად და მოკლედ, რაზეც გაქვს კითხვები, ყველაფერს მოეფინება ნათელი. ისე თუ მოჰფენ ნათელს შენს ნამდვილ გრძნობებს, აი და ნამდვილად რა გინდა, აი მოჰფენ ნათელს, ნახოთ, არა, არ მოჰფენს ნათელს, არა არის ესეთი ადამიანი და პირიქით იმ ზომამდე მიგიყვანს, რომ აქეთ განერვიულებს და შეიძლება განერვიულა კიდეც და რეალურად შეიძლება შეცვლა, რომ тик-то такой давай до свидания, რო тик-то такой давай до свидания, იმიტომ რომ რაღაცა ესეთია რა, გაგაღიზიანებს და ვიხარ შენ ბოლოს და ბოლოს თავი ვინ გგონია. აი ამ ზომამდე მიგიყვანს თუ არ მიგიყვანა უკვე. მე მოკლედ ახლა ამ ზაღლების ჭაჭყანში ვერაფერს ვერ გავაგზელებ. და ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.